მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ ჩოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელნაწერთა დათარიღების გრაფემატული კვლევა და მეთოდოლოგია ფარგლებში გალაქტიონ ტაბიძის ავტოგრაფებიდან გრაფემათა ამოკრებისა და ქრონოლოგიური ბაზის შექმნის შესახებ. გრაფემატული კვლევის დროს დაკვირვების ობიექტი ასოთა მოხაზულობაა, მაგრამ გადაბმული წერის შემთხვევაში იმთავითვე ვაწყდებით ერთ სერიოზულ პრობლემას. ხელის აუღებლად წერისა და შესაბამისად ასოების გადაბმისას მათი ერთმანეთისაგან გამოცალკევება ისე, რომ მასში შემავალი გრაფემების მოხაზულობები არ შეიცვალოს, შეუძლებელია. გადავწყვიტეთ, რომ ასოთა წყვილები კი არ დაგვეშალა, არამედ შეგვესწავლა ისე, როგორც ხელნაწერში იყო წარმოდგენილი. მით უფრო, რომ მის ელემენტი შეიძლებოდა კვლევისთვის გრაფემათა მოხაზულობებზე არანაკლებ საინტერესო ყოფილიყო. რადგან ჩვენი მიზანი იყო გალაქტიონ ტაბიძის ხელნაწერთა დათარიღება, შევქმნით შაბლონი, რომელშიც ჩამოწერილი იყო 33 ქართული ასო და ასოთა ყველა ის წყვილი, რომლებიც შეიძლებოდა ტექსტში გადაბმული სახით შეგვხვედროდა. ჩვენ მიერ დამუშავებულ მასალაში შეგვხვდა 561 ასოთა წყვილი, თითოეული ასოსა და ასოთა წყვილის ქვეშ ჩავსვით ცხრილის ჩარჩო, შემდეგ დავიწყეთ სხვადასხვა წლის თარიღიანი ხელნაწერების დაშლა, თითოეული ავტოგრაფიდან ვაკოპირებდით ყოველი ასოსა და ასოთა წყვილის გამოსახულებას და ვსვამდით შესაბამის ცხრილში. გავაანალიზეთ და დავშალეთ 1907-1959 წლების პერიოდის თითოეული წლის 2-3 დოკუმენტი, სულ 130 ხელნაწერი, შექმნით გალაქტიონის ავტოგრაფების გრაფემატული ერთეულების, ცალკეული ასოებისა და ასოთა წყვილების ერთიანი ბაზა, რამდენიმე ასოს გადაბმისას მათ ვაჯგუფებდით შემდეგი პრინციპით: პირველი ორი, მეორე და მესამე, მესამე და მეოთხე, მეოთხე და მეხუთე და ასე შემდეგ. ისე რომ სრულად ყოფილიყო წარმოდგენილი და გათვალისწინებული მასში შემავალი თითოეული გრაფემის როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ნაწილი. გალაქტიონ ტაბიძის არქივში მრავალი შემთხვევა გვხვდება, როცა ტექსტის ნაწილები გადახაზულია და ჩანაცვლებულია სხვა სიტყვებითა და ფრაზებით. თუ ეს ცვლილებები განსხვავებული ფერის მელნით ან ფანქრით არის შეტანილი, გვიანდელი ჩარევის კვალის დანახვა იოლია, მაგრამ შესწორებები ქვედა შრის მსგავსი ფერის ფანქრით ან მელნითაც შეიძლება იყოს გაკეთებული. ამიტომ ვითვალისწინებთ, რომ თუ გადაშლილი ტექსტის ალტერნატიული ვარიანტი იმავე ხაზზე არ არის მოთავსებული, თუ გადაშლილ ტექსტია გადაწერილი წერია ხაზებს შორის ან ფურცლის ველებზე, ასეთი სწორებები ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მათ შორის წლების შემდეგაც. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ ქრონოლოგიური ბაზის შესაქმნელად თარიღიანი დოკუმენტების დაშლისას ამოგვეკრიფა გამოსახულებები დოკუმენტის მხოლოდ პირველი შრიდან. ქრონოლოგიური ბაზისთვის დოკუმენტების შერჩევისას გავითვალისწინეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. გალაქტიონის არქივში ბევრია ცალკეულ ფურცელზე სუფთად გადაწერილი ლექსი, ბოლოში თარიღით. გასარკვევი იყო იმავე წელს იყო ტექსტი გადათეთრებული თუ მოგვიანებით, რომელიმე პერიოდულ უკანასკნელში წარსადგენად ან კრებულში შესატანად, რაც ნიშნავდა რვეულის გარეკანზე, თავფურცელზე ცალკეული ლექსის ან ლექსის ციკლის წინ მიწერილი თარიღი, ტექსტების დაწერის დრო იყო თუ კონკრეტულ სუბსტრატზე გადაწერილი. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ თუ წლის აღნიშნულ რიცხვსიტყვიერი კომენტარი არ ახდა, რომლიდან ჩანდა, რომ ეს გადაწერის დროა, იგი ტექსტების შექმნის თარიღად უნდა მოგვიაზრებინა. რაც შეეხება სუფთად გადაწერილ ტექსტებს ბოლოში თარიღით, ამ კონკრეტული ასლების შექმნის დროის განსაზღვრა მხოლოდ გრაფემატული კვლევით შეიძლება და აბსურდული იქნებოდა მსგავსი საერთო მასალის შეტანა თარიღიანი ხელნაწერების ბაზაში, რომელსაც შემდგომი კვლევები უნდა დაეყრდნოს. როდესაც ჩვენთვის ცნობილია ნაწარმოების შექმნის თარიღი, მისი ნებისმიერი სუფთა ხელნაწერის შესახებ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ისინი ამ თარიღზე ადრეული ვერ იქნება, იმის გამო, რომ თუნდაც ერთი ხელნაწერის არასწორი თარიღით ჩასმა ქრონოლოგიურ ბაზაში უარყოფითად აისახებოდა კვლევის შედეგებზე. ძალიან ფრთხილები უნდა ყოფილიყავით ამ ბაზაში შესატანი მასალის შერჩევისა და კლასიფიცირებისას. კვლევის პირველ ეტაპზე გრაფემატული ერთეულების ფორმები დაჯგუფებული ჰქონდა 130 ფაილად, თითოეულ მათგანში წარმოდგენილი იყო კონკრეტული წლის კონკრეტული ხელნაწერის სრული გრაფემატული მონაცემები, მასალის ასეთი ორგანიზება მოსახერხებელია დიაქრონიულ ჭრილში თითოეული წლის მონაცემთა ანალიზისთვის, მაგრამ ვერ დაგვეხმარებოდა გრაფემათა მოხაზულობების ქრონოლოგიური განვითარების შესასწავლად. იმისთვის, რომ მასალა ჩვენთვის უფრო მოსახერხებელი ფორმით დაგველაგებინა, ჩვენ მიერ დამუშავებული დოკუმენტებიდან ამოკრებილი 594 გრაფემატული ერთეულიდან თითოეულისთვის შევქმნით ცალკე ფაილი, რომელშიც ამ ერთეულის მასალა
სრულად განვათავსეთ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამ გზით ჩვენ თვალწინ გადაიშალა ერთეულის მოხაზულობის განვითარების ყველა ეტაპი წლების მიხედვით. ამ დოკუმენტების ზოგადმა მიმოხილვამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ცვლილებები გრაფემების მოხაზულობაში შეიძლება ერთდროულად არ მოიცავდეს მის ყველა ნაწილს, არამედ ეხებოდეს რომელიმე კონკრეტულ ელემენტს. სწორედ ეს ელემენტები უნდა გამხდარიყო ჩვენი ჩაღრმავებული კვლევის ობიექტი და არა მთლიანი გრაფემა. ამიტომ საჭირო იყო მათი იდენტიფიცირება და ბაზების შესაბამისი ორგანიზება. რამდენადაც ჩვენ მიერ აღნუსხულს 600-მდე ერთეულს ამ რაოდენობაზე ბევრად მეტი ელემენტი ექნებოდა, დასაწყისისთვის გადავწყვიტეთ არ შევხედოთ ასოთა წყვილებს და დაკვირვება გვეწარმოებინა მხოლოდ ცალკე მდგარი გრაფემების ქრონოლოგიურ განვითარებაზე. იმისთვის, რომ მოგვეწესრიგებინა და დაგვეჯგუფებინა ცალკე დაწერილი გრაფემების გამოსახულებები, გამოვიყენეთ არაბული ციფრები. ამ ციფრებით პირველ ყოვლისა აღვნიშნეთ თითოეული გრაფემის სვლადი ნაწილები, ანუ ელემენტები, შემდეგ კი აღვნიშნეთ ამ ელემენტის მოხაზულობის ვარიაციული სახეები, ანუ ტიპები. მას შემდეგ, რაც შექმნილი წლების მიხედვით თითოეული გრაფემისა და გრაფემთა წყვილის გამოსახულებათა ბაზა, დავიწყეთ მათი ანალიზი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. გალაქტიონის ხელწერისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოსავლენად, ამისათვის ყურადღებით ვსწავლობთ ერთი და იმავე ერთეულის გრაფემის ან გრაფემათა წყვილის გამოსახულებებს წლების მიხედვით. ვიდრე კვლევის ტექნოლოგიას წარმოვადგენდეთ, აუცილებელია განმარტოთ ჩვენ მიერ გამოყენებული ტერმინები. ტერმინს სტანდარტულად ვიყენებთ იმ მოხაზულობებთან მიმართებით, რომლებიც მარწერის სტანდარტულ წესებს ესადაგება. ტიპურს იმათთან მიმართებით, რომლებიც დამახასიათებელია გალაქტიონისთვის, ხოლო ატიპურს, რომლებიც გალაქტიონთან შედარებით იშვიათად გვხვდება. გრაფემათა მოხაზულობების დიაქრონული სურათების კვლევისას აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ატიპურ მახასიათებლებზე, რადგან ტიპური მეტნაკლებად ყველა წლის ხელნაწერებში მეორდება და დათარიღებისთვის არარელევანტურია. გრაფემის მოხაზულობის იმ ნაწილს ელემენტს, რომელიც სხვადასხვა წლის ნაწერებში არსებითად განსხვავებული ფორმით გვხვდება, ვალიდურ ელემენტს უწოდებთ, ხოლო მის თითოეულ განსხვავებულ მოხაზულობას ვალიდური ელემენტის ტიპს და ვანიჭებთ ცალკე კოდს, რომელიც შედგება ერთეულის დასახელებისგან. ვალიდური ელემენტების ნომრისგან, დახრილი ხაზის მარცხნივ და ვალიდური ელემენტების ტიპისგან, კოდის დასრულების აღსანიშნავად ვიყენებთ კუთხოვან ჩხილებს. თითოეული ასოს სახეცვლილება ხდება მისი შემადგენელი ერთი ან რამდენიმე ნაწილის სახეცვლილებით, ამიტომ უპირველეს ყოვლისა საკვლევ ერთეულში გამოვყოფთ ამ შემადგენელ ნაწილებს, ვალიდურ ელემენტებს, კვლევისას აღწერთ მხოლოდ ვალიდურ ელემენტებს, ანუ ისეთებს, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა წლის ავტოგრაფში გვხვდება, მაგრამ ვალიდურად არ მივიჩნევთ იმ ტიპებს, რომლებიც ფაქტობრივად ყველა წელს მეორდება. როდესაც ცალკეული წლის ავტოგრაფებში კონკრეტული ვალიდური ელემენტების რამდენიმე ტიპი გვხვდება, წლის მახასიათებლებში თითოეული მათგანი შეგვაქვს. როდესაც მთელ საკვლევ ბაზაში კონკრეტული გრაფემის რაღაც მოხაზულობა მხოლოდ 1-2 გვხვდება, მას კვლევაში არ ვითვალისწინებთ. როდესაც გრაფემის რომელიმე წლის ხელნაწერებს ერთი და იმავე ელემენტის რამდენიმე ტიპი ახასიათებს, მაგრამ ერთი ან ორი მათგანი ბევრად ხშირია, მათ კოდს ორჯერ ვიმეორებთ ამ ფაქტზე მისაშნებლად. გალაქტიონ ტაბისის ტექსტების დათარიღებისთვის გრაფემატული ელემენტის ტიპების კოდირების მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გამოვიყენეთ სამი ტიპის ცვლადი, ერთეულის სახელი, მოთავსებული კუთხოვან ჩხილებში, არაბული ციფრი, რომელთაც აღვნიშნეთ ამ ერთეულის კონკრეტული ელემენტი, მოთავსებული დახრილი ხაზის წინ და არაბული ციფრი, რომელთაც აღვნიშნეთ ამ ელემენტის კონკრეტული ტიპი, მოთავსებული ასევე დახრილი ხაზის შემდეგ. კოდის დაამთავრებელ სიმბოლოდ გამოვიყენეთ მართკუთხა ფრჩხილი. 436 გრაფემატული ელემენტის ტიპის კოდირების შემდეგ შევქმნით თითოეული წლის მონაცემებში გამოვლენილი ტიპების კოდების ბაზა, დაწყებული 1907 წლიდან დამთავრებული 1959 წლით. რამაც საგრძნობლად გააიოლა ჩვენი კვლევები და მივიღეთ მეტად შთამბეჭდავი შედეგები ლექსების ჩანაწერებისა თუ პირადი წერილების დასათარიღებლად.